მადონა ჯავახიშვილი, ბორიენი. იტალია, რომი. პორტში, როგორც ყოველთვის, უამრავი ხალხი ირეოდა. მუშები, მეთევზეები, ვაჭრები, მეზღვაურები, ღატაკები, მდიდრები, თაღლითები, უსაქმურები, ლოთები. ვის არ ნახავდით აქ, ადგილობრივსა და უცხოელს. დეკემბრის სიცივე, წვიმა და ქარი. პატარა სათევზაო ნავები ხიდან ჩამოცვენილი ხმელი ფოთლებივით ქარის მიმართულებას მიჰყვებოდნენ. წვიმა და თოვლი ერთმანეთში ირეოდა. იქ მყოფებს სახესა და ტანსაცმელს უსველებდა. ზღვას თავზე ნაცრისფერი ღრუბელი დასწოლოდა. ირგვლივ ყველაფერი ბურუსში გახვეულიყო. ცაქუხდა და ზღვა შეშლილივით პირაქაფებული ნაპირს ებრძოდა. მივარდებოდა, რაღაცას გაიტაცებდა და თითქოს გახარებული ტალღების თხარათქურით ისე უკან სიღრმისკენ მიიწევდა. მეთევზეები თოვლწყაბში დიდ ხის კასრებს მიაგორებდნენ პორტის გასასვლელისკენ, სადაც დილიჟანსი ელოდებოდათ. ცხენებს ორთქლი გასდიოდათ ცხვირპირიდან. ტალახიან მიწაზე ფეხებს აბაგუნებდნენ. თითქოს მეეტლეს ეუბნებოდნენ, რაღაც უცდი, წავიდეთო. რამდენიმე დაქირავებული მუშაც ეხმარებოდა მეთევზეებს. ეს შრომა იყო მათი ყოველდღიური შემოსავალი. დღეს არ გაუმართლათ, არც მათ და არც მეძავეებს. ასეთ ამინდში ქალებთან გართობისთვის ვის ეცალა? ჰე, გადაადგი ფეხით, ორემ წაგვიღო ქარმა. გასახა მოხუცმა მეთევზემ ახალგაზრდა მუშას, რომელსაც დახეული ფეხსაცმლიდან თითები გამოეყო. ძველი ქურთუკი ეცვა. ეტყობოდა სამოწყალოდ ნაჩუქარი, რადგან სახელოები მოკლე ჰქონდა. ალბათ ვინმე ან მორჩილს ეკუთვნოდა. ამასთან ქურთუკიც მოკლე იყო და შიშველი წელი მოუჩანდა. მოვდივარ, დასწავლოს ღმერთმა ეს წვიმა, უფრო დაამძიმა კასრები. თქვა ახალგაზრდა მუშამ და ცალი ხელით წვიმისაგან გალუმპული სახე მოიწმინდა. უზარმაზარი სამგზავრო გემიდან ჩქარი ნაბიჯით ჩამოდიოდნენ ძვირფას ტანსაცმელში გამოწყობილი მდიდარი მგზავრები. სანაპიროზე, სადაც მდიდრული გემები იდგა, ეტლების სიმრავლე შეინიშნებოდა. ზოგ მგზავრს ავტომობილიც კი ელოდებოდა. ღარიბი ბიჭუნებიც მოედნენ სანაპიროს. მგზავრებისკენ გაიქცნენ. ხურდის მოლოდინში დიდ ჩემოდნებს ხელი დაავლეს. ფაეტონებამდე ძლივს მიათრიეს. ქვეყანა იქცეოდა. ქარი და წვიმა დაწყნარებას არ აპირებდა. ორი უცხოელი ახალგაზრდა მეზღვაური კი სანაპიროზე გამოსულიყო. ეტყობოდათ, უამინდობის მიუხედავად რაღაც გასართობს ეძებდნენ და მართლაც, მახლობლად, გამომწვევად ჩაწმული ქალის შენიშნეს. ერთ-ერთმა მეზღვაურმა თვალით ანიშნა, თუ წამოხვალო. ქალმაც წითელი პომადით მოთხოვნული ტუჩები ხელის გულთან მიიტანა და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა უცნობს. მეორე ხელით კი კაბა ბარწაყამდე აიწია. მეზღვაურები თამამად მიუახლოვდნენ. ერთ-ერთმა ხელი მაგრად შემოხვია წელზე და თავისკენ მიიზიდა. მერე მოშიშვლებულ ყელზე მხორვალე დაკოცა. ქალმა გადაიკისკისა. არავინ იცის, მოეწონა ეს თუ სიხარულით გაიცინა, რომ დღეს მშიერი არ დარჩებოდა. მერე ხელთათმანიანი ხელი ვიღაცას დაუქნია. ანდრიანა. ისიც მათკენ გამოეშურა. თითქმის სირბილით მიუახლოვდა მეგობარს. ლამაზი იყო ანდრიანა. ასე 22-25 წლის. დეკოლტედან სავსე მკერდი მოუჩანდა. სიცივისაგან თვალები ამღვრეოდა. სახეზე ფერი არ ედო, მაგრამ მაინც მიმზიდველად გამოიყურებოდა. მეორე მეზღვაურიც მიუახლოვდა. იმანაც მიბაძა პირველს. ქალს ხელი გადახვია და გადაღეღილი კაპიდან ხალი რომ მოუჩანდა, ზუსტად იქ აკოცა. ანდრიანას ესიამოვნა თბილი ტუჩების შეხება გაყინულ მკერდზე. მარცხენა ხელი კისერზე მოხვია მეზღვაურს, რომელიც გემრიელ ლუკმასავით შესცქეროდა ქალს. სიცილით გაუყვნენ გზას იმ პატარა შენობისაკენ, საიდანაც კარების გაღებისას სიგარეტის კვამლი და ხმაური გამოდიოდა. ეს იყო დუქანი, სადაც ღარიბები, მუშები,
მეთევზეები, მეზღვაურები, ლოთები და მსუბუქი ყოფაქცევის ქალები იკრიბებოდნენ, სვამდნენ, ჭამდნენ და ცეკვავდნენ. შემდეგ ღამის გასათევად მეორე სართულზე, სხვენში ადიოდნენ, სადაც რამდენიმე საძინებელი ოთახი იყო სტუმრებისთვის განგუთხრნილი. დუქანში, გაჭვარტული, ხის ძველ შენობაში, პატარა ფანჯრებითა და გაურეცხავი ფარდებით, საჭმელ სასმელისა, სიგარეტისა და სიღარების სუნი იდგა. სტუმრები გრძელ ხის მაგიდასთან დასხდნენ. ლუდით სავსე კათხები, ერთი ბოთლის სამბუკა, ცოტა ყველი, თევზი, 4 გაჭრილი ხახვი და შავი პური ჰქონდათ. სულ ეს იყო, რაც შეუკვეთეს. დუქანში თბილოდა. გაყინული და მშიერი ქალები ნელ-ნელა მხრებში გაიშალნენ. პალტოები გაიძრეს. ახლა თავს ისე გრძნობდნენ, როგორც თევზი წყალში. ცოტა ხანში ის მუშაც აქ შემოვიდა, წეღან ხის კასრებს რომ მიათრევდა წვიმასა და სიცივეში. თავისუფალ მაგიდასთან დაჯდა და მიმტანს დაელოდა. დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია. სულ მალე მასთან სახემომღიმარი, ლამაზი და ფუმფულა როზა მივიდა. როგორ ხარ ბებიტო? იყო დღეს მუშაობა? შინაურულად დაელაპარაკა მიმტანი. მუშას ეთყობოდა, რომ დუქნის ყოველდღიური კლიენტი იყო. ახალგაზრდა კაცმა ჯიბეები მაგიდაზე ამოატრიალა. ხურდა კაკუნ-კაკუნით დაეშვა. გადათვალე და რაც მომივა მომიტანე. ხო მართლა, ღამის ქირაც უნდა გამოიყვანო. დღეს ცუდი დღე იყო. ნუ გეშინია ბებიტო, ქუჩაში ხომ არ დაგტოვებ ასეთ ამინში. უთხრა და სახე ახლოს მიუტანა სახესთან. ეთყობოდა ამ ახალგაზრდა კაცის სიყვარულის ცეცხლის წვავდა როზას. მუშა დაღლილი და გალომპული იყო, მაგრამ ქალის საქციელმა თვალები ცეცხლის ბურთებივით გაუნათა. როზამ სველი ქურთუკი გამოართვა. ღუმელთან ახლოს კედელზე მიჭედებულ ლურს მანზე ჩამოკიდა გასაშრობად. გრამოფონიდან ნაცნობი მელოდიები ისმოდა. ცოტა ხანში შეზარხოშებული სტუმრები ცეკვე გართობის აზარტში შევიდნენ. როზა ამ სანაპიროზე გაიზარდა. მეთევზის შვილი იყო. მამა რამდენიმე წლის წინ ფილტვების ანთებით გარდაეცვალა. უდედოდ გაზრდილმა როზამ მამის ნავი გაყიდა. ცოტა დაზოგილი თანხაც დაამატა და ეს პატარა დუქანი შეისყიდა. კლიენტებიც ბევრი ჰყავდა. მას ხომ ყველა იცნობდა. ყველას უყვარდა გულთბილი და თავაზიანი გოგო. ისიც ზრუნავდა ღარიბ მეგობრებზე. ბევრჯერ ნისიადაც გასცემდა ხოლმე საჭმელ სასმელს და ღამის გასათევით არავისთვის დაუმატლებია. ქვრივობლებსაც არ ივიწყებდა. ყოველ დღე 5-6 თეფშ ცხელ საჭმელს არიგებდა თავისი მშობლების სულის სახელზე. პირჯვარს გადაისახავდა და ღმერთს მადლობას წირავდა იმისთვის, რაც გააჩნდა. გარეთ ისევ წვიმდა, ქარი ძლიერდებოდა. პატარა ნავებს ნაფოტებივით ხან მაღლა აიტაცებდა, ხან ისევ მიწაზე დაანარცხებდა. მერე დამტვრეულს მოაგროვებდა და ზღვისკენ მიაქანებდა. მხოლოდ დიდი გემები იდგნენ მთებივით გაუნწრევლად. დუქნის გაჭვარტული ფანჯრიდან მოჩანდა ნაპირთან ახლოს მდგომი ზღვისფერი გემი თეთრი წარწერით მარია ანგელა. ეს გემი ეკუთვნოდა ავგუსტინ ბელისიმოს, რომელიც თავადვე იყო გემის კაპიტანიც. მუდამ ჩაფიქრებული, წარბებ შეკრული დადიოდა. ტანად მაღალი, მოხდენილი ულვაშებით. მხრებში ოდნავ მოხრელი, თმა შევერცხლილი. 50-ის არ იქნებოდა, მაგრამ უფრო დიდი შეხედულება ჰქონდა. ამ წუთას ის გემბანზე იდგა და მშვიდად გაჰყურებდა ბობოქარ ზღვას. მერე ხელი ჩაიქნია, თითქოს თქვა ეს დაწყნარებას არ აპირებსო და უკან, კაიუტისკენ შებრუნდა. ნახევარ საათში ისევ გამოვიდა რამდენიმე მეზღვაურთან ერთად. მხრებზე საწვიმარი ლაბადა ჰქონდა წამოსხმული. ხელში პატარა ზომის შავი ჩემოდანი იჭირა. მეზღვაურებს რაღაც უთხრა. ისინი წელში გასწორდნენ. ფეხები შეატყობეს და საფეთქებთან მიიტანეს გაშლილი თითები. არის კაპიტანო. ერთხმად შესძახეს და ხელები ჩამოუშვეს. ავგუსტინი გემიდან ჩამოვიდა. ცალი ხელით ქუდს იჭერდა ქარს რომ არ წაეღო. შუაღამე გადასულიყო. ყველა სახლისკენ მიიჩქაროდა, რადგან ამენდი უფრო და უფრო დაუნდობელი ხდებოდა. პორტიდან რომი 23 კილომეტრში მდებარეობდა. ვისაც არც სახლი ჰქონდა და არც სხვა რამ მნიშვნელოვანი საქმე,
როზას დუქანში იჯდა და სასმელს ეტანებოდა. ორი უცხოელი მეზღვაური, რომელიც შუადღისას როზას დუქანში მივიდა, მარიელენს ჩამოჰყვა საბერძნეთიდან. ბერძნები იყვნენ ძმები, თომა და ანდრია. დამტვრეული იტალიურით საუბრობდნენ. მოგზაურობებში რამდენიმე ენა შეისწავლეს. იმ დონეზე კი იცოდნენ, რომ სასმელ-საჭმელი შეეკვეთათ და ფლირტი გაებათ მშვენიერ ლამაზმანებთან. ახლაც მაგიდასთან ისხდნენ და გულიანად იცინოდნენ ანდრიანასა და დორას მოყოლილ ისტორიებზე. ბრუნავდა ფირფიტა და დუქანში სასიამოვნო მელოდია იღვრებოდა. გვერდით მაგიდასთან წვრილმანებით მოვაჭრე ბამბინო იჯდა. მის კალთაში ვარდივით მშვენიერი გაბრიელა გატრონულიყო. ქალს სავსე მკერდი, სუნთქვის დროს ზღვის ტალღებივით აუთ ჩაუდიოდა. აპრეშუმივით რბილი, შავი თმა წელამდე სწუდებოდა. ვაჭრის მუხლებზე ჩამომჯდარი გადაჭრილი მორივით დაბალ ჩამრგვალებულ ვაჭარს მელოტ თავზე ნაზად უსვამდა ხელს. გაბრიელა ობოლი იყო. ცხოვრების ასეთი წესი ერთადერთი გამოსავალი იყო მისთვის, რომ თავი გადაერჩინა დაუნდობელ ცივ სამყაროში. ვაჭარმა ჟილეტის პატარა ჯიბიდან რაღაცა მოიღო, გაიცინა. ოქროს კბილები გამოაჩინა და კმაყოფილი სახით გოგონას შეხედა. ყელსაბამი, მართალია ოქროსი არ იყო, მაგრამ სანთლის შუქზე 1000 ფრად ბზინავდა. კოტიტა თითებით შეაპნია პროლივით ლამაზ ყელზე, ხელის გულზე ერთი ვერცხლის მონეტაც დაუდო. გახარებულმა ქალმა დაბერილი ლოყები დაუგოცნა ვაჭარს. ისიც ბავშვივით ბედნიერი და გახარებული სამკაულიან გულმკერდს უკოცნიდა ქალს. მერე ორი ჭიქა სამბუკა შეუკვეთა და სიყვარულის სადღე გრძელო ისე დალია, თითქოს მართლაც ამობოლ გოგონაზე ყოფილიყოს თავდავიწყებით შეყვარებული. როზა მხიარულად დარბოდა წინ და უგან. სამზარეულოში ცარიელი ჭიქები მიჰქონდა და უკან სასმლით სავსე მოჰქონდა. ხანდახან ბებიტოს გახედავდა ეშმაკური და ვნებიანი თვალებით. კაციც თავს ვერ იკავებდა. ჩუმად ჩაილაპარაკებდა ხოლმე, ჩემო ფუმფულა, ჩემო რახათლუხუმო. გარეთ ადამიანი არ ჭაჭანებდა. როზას დუქანში კი სიმღერა და შეძახილების ხმა ისმოდა. ცეკვა და გართობა გვიან ღამემდე გაგრძელდა. ხანდახან სიღარიბე სულაც არ უშლის ხელს ბედნიერებას.